როგორ ახართ გოგონებო, იმედია ყველანი ძალიან კარგად ხართ. ძალიან მომენატრეთ დღეს მინდა გავშალო, რა თქმა უნდა, ურთიერთობებზე ორი ტარო მაქვს, რომელიც შესაბამის კითხვაზე გამწევს პასუხს. და მოკლედ რაღაც განსაკუთრებული ენერგიები მაქვს და მე იმდენად გადატვირთული გრაფიკი მაქვს განსაკუთრებით ამ ბოლო პერიოდებში, რომ ასე ხშირადაც ვეღარ გამოვდივარ და აი ახლა მოვძებნე თქვენთვის დრო. დღეს განსაკუთრებით კიდე აი რაღაცები მინდოდა რა პასუხებს ვეძებდი და სადაც მე ვმუშაობ, მოკლედ თან მზე რო ამოდის, იმდენად მიყვარს ალიონი, ეს გადაწითლებულიც აიყო და სრულიად შემთხვევით შევამჩნიე ამას წინათ სხვათა შორის, რომ ჩვენს ქალაქში ცენტრში, სადაც არის ულამაზესი ღვთისმშობლის ტაძარი, ძალიან მაღალი, იმის გუმბათი არჩენდა ის საერთოდ ცენტრში და მე აქეთ სხვა უბანში ვარ. იმდენად გამიხარდა, რომ მაშინ მივიღე მინიშნება და ეს მინიშნება აგიხდეთ ისე კარგი ყველაფერი, ზუსტად ისე მოხდა და დღეს გულდასრულით ვევედრებოდი და თქვენ წარმოიდგინეთ. პასუხი მოვიდა 2 საათ ნახევარში ზუსტად აი არ ვიცი რა ვთქვა მოკლედ. ყველას გისურვებთ გულით სიხაროს რაც გინდოდეთ და ეტყობა განსაკუთრებით ამიტომაც არის კარგ განწყობაზე ხასიათზე და მინდა ამ განწყობით რა თქმა უნდა გავშალოთ. არო თუმცა რა თქმა უნდა რაც ამოვა ჩემზე არის დამოკიდებული, მაგრამ განსაკუთრებული ენერგიები მაქვს, მოკლედ თუ რამეზე პასუხი გინდათ, აქ ვარ მომართეთ. დავიწყოთ ახლა ჩვენ რადგან კითხვა პასუხია მე მაინც უნდა 18 კარები ავარჩიე და მოდი ვიკითხოთ რა თქმა უნდა კონკრეტულად თქვენი ურთიერთობა როგორც არ უნდა იყოს ახლა დღესდღეობრივ რეალობაში რას ფიქრობს ეს ადამიანი და რა არის ის რასაც არ ამბობს რაც ასე ვთქვათ დაჩრდილულია და რასაც და შეხედოთ რეალურად და რას არ გეუბნება ჯერ ვნახოთ რას ფიქრობს საერთოდ ეს ადამიანი ამ ურთიერთობაზე თქვენთან დაკავშირებით და რა არის ისეთი რამ რაც თქვენ უნდა იცოდეთ რაც დამალულია ოღონდ რაც მან იცის რა თქმა უნდა მაგრამ რა ვიცი ან არ ამბობს ან ვერ ამბობს ან არ ვიცი აქვს ამისთვის მიზეზი ყველაზე უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი აქტიურობისთვის, ლაიქებისთვის, ყველაფრისთვის, როგორც ყოველთვის მინდა იყოთ ყველა ბედნიერი. ისეთი მინიშნება თქვენ ბედნიერი აუცილებლად იქნებით. ნახოთ აბა, რას ფიქრობს ეს ადამიანი, ჩაფიქრებული პიროვნება, რას ფიქრობს თქვენს ურთიერთობაზე, რას ფიქრობს, რა არის ეს, რასაც ფიქრობს და ვნახოთ ახლა რა არის, რასაც არ გეუბნება, რაც უნდა იცოდე, რა არის, რასაც არ გეუბნება, რა უნდა იცოდე. ეს ადამიანი რაღაცას მალავს უეჭველი. აი მინიშნებებია დღეს ხო გეუბნებით, მე ყულად არ მაქვს ხელებში ეს ენერგიები და ეს რაღაცა რომ მინდა ტაროსთან კონტაქტი. დღეს სულ კონტაქტობ მინდა არ მინდა, მაგრამ ესე რომ ჩემინებით ხდება, ეს სხვა ენერგია. მოდი ვნახოთ აბა, რას მალავ? აი რა არის ისეთი, რას მალავ შენ რაღაცნაირად ისე ხარ, რომ აი რას მალავ? რას არ ამბობ ასეც? ნახოთ რას ფიქრობს ამ ურთიერთობაზე, საერთოდ რას ფიქრობს ამ ურთიერთობაზე. იცი რა არის, რა თქმა უნდა მისთვის მნიშვნელოვანია ეს ურთიერთობა, მაგრამ ისეთი გრძნობა მჩება, რომ მოვიდა სერიოზული გადაწყვეტილებების დრო მისთვის. მისთვის მოვიდა, მაგრამ როგორი თავდაჯერებული ენერგიები აქვს, იცი, რომ აი ამ ენერგიებში კი არის რომ მოვიდა გადაწყვეტილების დრო, მაგრამ რაღაცნაირად არ იღებს გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ ზედმეტად თავდაჯერებულია და თავდაჯერებული იმიტომ არის რომ ასე გონია რომ ეს ურთიერთობა იქნება, გეგონება რომ მას აგვარებს ვიღაცა სხვა, ამ შემთხვევაში შემიძლია ვთქვა რომ ზემოდან უგვარებს ღმერთი და თითქოს მან არაფერი არ უნდა გააკეთოს, გეგონება რომ ხო იცი რომ იტყვენ ახლა ცოტა ქურდა კრიშა რო ყავს ზემოდან და всё ყველაფერი კარგადაა და მომიგვარებენ რა, აი ესეთი ცოტა გრობად ვთქვა წაბლატავებული ენერგია აქვს ამ ადამიანს ამ ურთიერთობასთან დაკავშირებით, მაგრამ ინტერესი არის მძაფრი. მოდი ვნახოთ რა არის ეს ინტერესი, როგორი ინტერესი გაქვს ამ ურთიერთობაში, რა ინტერესია ეს
ინტერესი აქვს, რა თქმა უნდა, ყოველთვის რომ გაგაოცოს. ყოველთვის როცა მაგალითად მოგიკაკუნებს კარს რომ გაუღებ, მოგწერს და უპასუხებ. ინტერესი აქვს, იცი, და მისი მთავარი ინტერესი არის, რომ რატომღაც ესე მგონია, მე ამ წუთში რაღაც ისეთი ენერგიებია, რომ ყოველთვის მასთან დაკავშირებით გაწუხებს ისეთი აზრები და ფიქრები, რომელიც ყველანაირ სიამოვნებას გიფუჭებს, შესაძლოა რაც არის და ვერ ხედავ აი ამ პრობლემიდან გამომდინარე. ამას უყურებს ეს განცდა, რომელიც გაქვს შფოთი. ახსნარ სიამოვნებას იღებს. იცის, რომ მთელი შენი გონება მოცულია მისით. და ძალიან სიამოვნებს ეს. ძალიან საინტერესო პერსონაჟი, ანუ რანაირად ვერ გავიგე. ესე იგი, შენ გეტყვი რომ ამ ურთიერთობაში უკვე გაზრდილი ხარ, ყველაფერი ნანახი გაქვს და მაინც გაქვს ის იმედი და ის ჩაბღაუჭება, რომ იქნებ შენ შეიცვალო, იქნებ რაღაც შეცვალო. ეს ადამიანი ზის ესე ტელევიზორის წინ, შეიძლება ტელევიზორის ყურება უყვარს და დივანზეა წამოწოლილი, ესე ჭამს, სვამს, გემრიელად, თავის კომფორტის ზონაშია, იცის რომ აი შენ ყავხარ, იცის რაღაცნაირად რომ შენ მეს კი წამოვწექი, ისე კარგადაა წამოწექი. რომ შენ თითქოს ინტერესი გაქვს შენ რომ მას არ უშვებ და რაღაცა შენ გადმოგილოცა ეს ყველაფერი და ზემოთ თქო რომ ვიძახი რომ აი თითქოს კრიშა მართლა რომ ესე ყავს ვიღაცა მფარველი რომ ან შენ მოაგვარებ ან ზემოთ მომიგوارებენ მე რა ვიცი ისეთი გრძნობამჩება კიდე აქვს რომ თითქოს ძალიან მოთხოვნადია ნუ აშკარად გრძნობს ამას რომ მე ყოველთვის შენს ინტერესებში შევდივარ ხო შენ შედიხარ მაგრამ იმასაც გრძნობს არ ვიცი, რა თქმა უნდა ეს ურთიერთობა იმასაც განიხილავს, რომ აქ უნდა იყოს სტატუსი, ვისთვის რა არის სტატუსი, თქვენ თვითონ მოირგეთ თქვენზე, მაგრამ რანაირად გამოვა ეს ბედნიერება და ეს ხელის განძრევის გარეშე არ ვიცი, მაგრამ აი ახლა ასია ეს ყველაფერი. შენ ხარ ეჭვებში, შენ ხარ ძიებაში პასუხების, მაგრამ ამავდროულად შენ ყველაფერი იცი. ნანახი გაქვს. ამ ადამიანს არაფერი არ აწუხებს ახლა, აი დღეს ისეთ ენერგიებში არაფერი არ აწუხებს, დაღლილია, ისვენებს ახლა. არავის და არაფრის გაგონება არ უნდა იმდენად ესე ვთქვათ მოდუნებულ მდგომარეობაში, ანუ უნდა ეს მოდუნებული მდგომარეობა. გოგონებო, ჩემო ძვირფასო გოგონებო, ეხლა რომ მინიშნება ამ მომივიდა, ეს იყო ის, რომ თქვენ აუცილებლად იქნებით ბედნიერი, მაგრამ ეს ადამიანი არ ვიცი რამდენად გაგაბედნიერებს კი შეიძლება გინდოდეს, მაგრამ ის მოლოდინები რა ჩვენ გედა, ნუ არ შეუძლია, არ არის ეს ის ტიპაჟი აშკარად. მაგრამ თუ თქვენ გაუძლებთ, თუ თქვენ იქნებით მორგებულ და ასე ვთქვათ, მსხვერპლის მდგომარეობაში და გადაიტანთ და გადალახავთ და იტყვით, რომ ჩემი სიყვარული ეყოფა და ჩემი ზრუნველობა ამ ჩვენ ურთიერთობას ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა აქ შეიძლება სათრევიკაცია და შეიძლება მივიდეს ეს ყველაფერი იმ გადაწყვეტილებამდე რომელიც არის 10-იანი თასი 10-იანი თასი არის დაგვირგვინებს ამ შემთხვევაში ამ არკანზე პირდაპირ არის რომ ქორწინება იქორწინეს ყველა ბედნიერია და არავინ არ იცის ამის უკან ვინ რა გამოიარა ერთი სიტყვით ან ეს 10-იანი თასი ახლა ყველაზე ერთი ხوار იქნება. ან დაალაგდება ურთიერთობა, ან ვინც ოჯახში ხართ და უკვე გათხოვილი ხართ ამ ადამიანზე, ესე იგი ამასთან რაღაცა დაალაგდება, ასე თუ ისე. მაგრამ გეუბნებით, ეს ადამიანი არ არის შენთვის. შენ რა პრეტენზიებით შეიძლება გქონდეს, როგორი განცდებით შეიძლება გქონდეს და 4-იან პენტაკლი 5-იან პენტაკლებთან არის კატასტროფა და 4 და 5 თავისავად არის 9 და 9 არის ჩვენი განდეგილი. ხო, განდეგილი. მარტოობის შეგრძნება და შეგნებულად რო იღებ უკვე პაუზას ყველადან და ყველაფრისგან და გადიხარ, ასე ვთქვათ, გასული ხარ მომსახურების ზონიდან. თავს მაინც ვერ პოულობ ამ ადამიანთან ამ შემთხვევაში. როგორ უყურებს და აი ესე დივანზე წამოწოლილი უყურებს ამ ურთიერთობას. მე მაინტერესებს აქ რა არის ისეთი, რასაც მაქვს 5-იან პენტაკლი, აქაც, ანუ ნახე, აქაც 5-იან პენტაკლი ამ დასტას და აქაც და ვერ ვიტყვი რომ თლათ ასეთი გულგრილია, იმიტომ რომ თვითონაც განიცდის ამ კრიზისს და კრიზისი არსებობს ამ ურთიერთობაში. აჰა.
და რას განიცდის გეტყვით ახლა. განარამის ვერ ხედავს. უბრალოდ რასაც უნდა იმას გებულობს ეთყობა. გრძნობს ეს ადამიანი შინაგანად, რომ შენ ისეთი აღარ ხარ მის მიმართ. წასული ხარ შეიძლება, არ ვიცი ხარ, ვარიანტები ბევრი შეიძლება იყოს, იმიტომ რომ აუდიტორია ბევრი ხართ, ხო? აღარ ხარ თითქოს ისეთი. აი ისეთი რომ აღარ ხარ უკვე. ამას განიცდი, ისე ძალიან საგონებელშია. ძალიან საგონებელშია. რასაც მალავს არის ის, რომ მინდა შენი შემოტრიალება და განიცდი და ესე ვთქვათ, ყველაზე კარგი ემოციებს ჩემს მიმართ, მაგრამ არც მინდა რომ გავაკეთო ისე, რომ შემოგატრიალო, ბოლომდე არ იხარჯება. იმიტომ რომ ეს ბოლომდე დახარჯვა რატომღაც არ უღირს, იმიტომ რომ ვერ გრძნობს თვითონ ძალიან კარგად თავს. ხუთიანი პენტაკლი რატო გაქვს? ანუ როგორ გონია ხუთიანი პენტაკლი? შენში არის პრობლემა თუ ვინც გიყურებს ამ გოგოშია პრობლემა? შენში თუ შენშია მთავარი პრობლემა. შეიძლება ამას იცი როგორ ძველი პროგრამები აქვს ჩამახსოვრებული ჭვიანობა თქვენგან, კრიტიკა, მიჯაჭვულობა, სათხარ როგორ ხარ და ანუ ეშმაკს არ კანიერ თუ კი რამე მავნებლობა არსებობს ურთიერთობაში და ტოქსიკურობა, აი ამ გრძნობს რომ ტოქსიკური ხარ. ან შეიძლება გაქვს ზოგჯერ ესეთი რეაქციები რომ ინგრევად სადა ქვეყანა, ამიტომ ამან გამოიწვია ეს ყველაფერი. ამან გამოიწვია ეს ყველაფერი. კარგი. და მაინტერესებს ერთი შენ არაფერი არ გამოგიწევია? ისე რომ გითხო არა. მართლა. არაო და მაინც ვიკითხოთ, შენ არაფერი არ გამოგიწევია? არა, იგივე კარტი ამომივარდა. ნუ არა. როგორი განსხვავებული 10,000 არის აქ. მაქსიმალურად, აი, თან წარმოუდგენია და უნდა ეს ბედნიერება და ღმერთო თუ მოხდება ისე მოხდეს რაღაცნაირად, მისით მოხდეს ყველაფერი ოღონა მე რამე არ გავაკეთო, არ და ამ ბედნიერებას გაურბის. არ წარმოუდგენია ეს ყველაფერი და გარბის. გეგონება რომ 10,000, ანუ ემუქრება მას ბედნიერება. ბედნიერება გემუქრება ეშმაკის არ. ვერ ხედავს ამ ურთიერთობაში. აი ეს ვერაფერს. ამიტომაც ის აი ესე რაც იცი რატომ მნიშვნელოვანი ხარ მისთვის აქედან გამომდინარე სულ ერთი არა ხარ მისთვის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ აი ადგება და მაგალითად ასე დააგვირგვინებს ყველაფერს და თქვენ შორის ამ იდილას გააკეთებს, იმიტომ რომ ამას ვერ უყურებს გულწრფელად და გულწრფელად გადებს ამაში შენ ხელს. დაღლილია ურთიერთობაში და როგორი იცი სულ ერთია გახდა რაღაცა აქ ისეთი მომენტები შეიძლება ამჩნევდეთ კიდეც რომ აქვს ისეთი მომენტები რომ აქ ყველაფერი გახდა სულ ერთი. არ გაგიკვირდეთ რომ არ გამოგიკიდება ახლა რაღაცა ზოგმა რო იცის ხო იცი კალთების დახევა. მე აქ ისეთ ენერგიებში უყურებ უმეტეს გოგონებს რომ ასე მარტივად ვერ ჩაეხსნები ამ ადამიანს, იმიტომ რომ ჩანს აქ ეს. რამე აი ესეთი განვითარება, რამაც შეიძლება იმედი მოგცე ზოგადი გაშლების მადლით ნახოთ უხრიანით ასე. ნუ იმედების ამ გახსენ. იმედი არსებობს, გააჩინე, ნახე როგორ რაღაცა არის. აი გააჩინე როგორ მართავ შენ ემოციურ მდგომარეობას. შენი ემოციური მდგომარეობა უნდა მართვა აუცილებლად. ანუ შეეშვი ყველანაირ აი როგორ მანიპულაციებს იცი თუ გახასიათებს რა თქმა უნდა. როცა მაგ რაღაცა ისეთ უნდა გააკეთოს, რომ აი ძალიან გჭირდება. ანუ ეს არ უნდა ქონდეს, რომ იცი რაღაცა მჭირდები ისეთნაირად, აი ამ საჭიროების წნეხში ხვდება და ეს არ უნდა. არ უნდა. არა გრძნობინო, რომ შენ რაღაცაში უმწევ ხარ და შენ უნდა გადაარჩინო, შენ უნდა მიიღო გადაწყვეტილება. ან შენ რაღაცა უნდა ქნა ისეთი, რომ ვიწვიე რაღაცა, დავიღალე, ანუ არანაირი ის არ იქნება. ამაზე პასუხი პირიქით ეს იმდენად სიმძიმეა მისთვის რომ გადის და ისე დრო შეიძლება დაგტოვოს ემოციურად რომ საერთოდაც ამას არ ელოდებოდე.
ამიტომ არ გინდათ. აი არანაირად არ შეაცოდოთ თავი, ან თავი არ გამოიყვანოთ ისე, რომ აი ნებისმიერი პრეტენზია მოკლედ. გოგონებო, მე ყველას გელოდებით კომენტარებში და